14 ხმა ერთის წინააღმდეგ ბათუმის საკრებულომ ჯემალ არანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. მოთხოვნას მხარი მხოლოდ ფრაქცია მაჟორიტარის წევრმა გენადი თებიძემ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალური მოძრაობის არც ერთ ფრაქციას. მათი განცხადებით დღევანდელი გადაწყვეტილება ფარსი იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე დანიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელი. პოსტი გია ერმაკოვმა დაიჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებსა და თავად ვიცე-მერებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. იმედია ბატონი ჯემალი რაღაც ფორმით სხვა დროს ახალგაზრდა და კიდე დაბრუნდება თვითმმართველობაში, იმიტომ რომ მისი გამოცდილება აუცილებლად გამოსაყენებელია ქალაქისათვის. რაც შეეხება ბატონ გია ერმაკოს, ყველა ფრაქციასთან მქონდა საუბარი, ამავდროულად ეს კონსულტაციები გავიარე მე ვიცე-მერებთან, სხვადასხვა მიზეზთა გამო ვიცე-მერებმა დამიდასტურეს, რომ ისინი ვერ შეასრულებენ ამ მოცემულ მომენტში და ვერ აიღებენ ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ შეასრულოს მერის მოვალეობა. მე არჩევანი გავაკეთე ბატონ გია ერმაკოვზე, მას აქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. ეს რაღაც თანამდებობრივი ცვლილება არ ხდება, ანუ ვაკანსია ვთქვათ, თავისუფალი ადგილი ვიცე-მერის არ თავისუფლდება, მე ჩვეულებრივად ვარ ვიცე-მერი, რომელიც ასრულებს მერის მოვალეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხარდაჭერილი იყო, ანუ ბიუჯეტით გათვალისწინებულია, ვთქვათ, ლოტების მიხედვით ხორციელდება. ახლა მე ყველა საკითხს გავვლი თავიდან ბოლომდე, გადავხედავ, ვთქვათ, რის შესაძლებლობა გაგვაჩნია კიდევ და კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონის ფარგლებში, რა შეიძლება ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ვთქვათ, დამატებით რაღაც ღონისძიებები ჩავატაროთ. მათ მადლობას ვუხდი თანადგომისათვის, რომელიც დღემდე მოსულა და ამ სწორად გაგებული წინააღმდეგობისათვის, ხარდაჭერისათვის. და თქმა უნდა უსურებ მეც წარმატებას, ვინც იქნება ქალაქის მომავალი მერი, ქალაქის სასიკეთო, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ქალაქში ვაგრძელებთ ეს მუშაობას, მაგრამ ვთვლი რომ წინასაარჩევნოდ მივიღეს სწორი გადაწყვეტილება, რათა პარტიებს მერის საქმიანობას უფრო მიცემოდა მეტი პოლიტიკური შეფასებაც თუ მეტი მხარდაჭერაც.